მე ვარ ალექსანდრე ხაზარაძე 9 წლის. სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია ვთამაშობ ვიზარდებში. ჩემი მწვრთნელია გიორგი ჭანტურია. ძალიან მხიარული და მეგობრული მასწავლებელია. რაც მთავარია უყვარს ბავშვები და ფეხბურთი. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი დაცვაში, მერე ავედი თავდამსხმელში. პოზიცია შემიცვალა გიორგი მასწავლებელმა. დაცვაშიც კარგი ვიყავ, მაგრამ შეტევაში უკეთესი ვარ. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა ასისტის გაკეთება. ისე მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემ კარიერაში 600-მდე გოლი მაქვს გატანილი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ამ გოლის ვიდეოც მაქვს ჩაწერილი. დაახლოებით ცენტრიდან დავარტყი ჯარიმა და მარცხენა ცხრიანში გავიტანა გოლი. ისე კარგად დავარტყი, მეკარე არც განძრეულა. უკვე მქონდა ბევრი ტურნირი და შეჯიბრება. ყველაზე კარგად ამომახსოვდა ვესტ ჯორჯიასთან ნახევარფინალის თამაში. 3-0 ვაგებდით და კამბეკი გავუკეთეთ, პენალებში მოვიდეთ. მაგ თამაში გავაკეთე 2 ასისტი და გავიტანა 1 გოლი. პენლებით გავედით ფინალში და ძალიან გამიხადა. ფინალი სამწუხაროდ წავაგე, მაგრამ სხვა მატჩში 16-4 მოვიგე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა პასის ზუსტად გაკეთება. გამოსასწორებელი მაქვს სისწრაფე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ალეხანდრო გარნაჩო და საყვარელი გუნდი რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, გადავალ მანჩესტერ იუნაიტედში და რეალში. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები რეალის ლეგენდა. მე ვაპირებ ფეხბურთის თამაშს 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ხდები მწვრთნელი. სიამოვნებით ჩავიბარებ და გამწვრთნი რეალ მადრიდს. ბავშვობაში მინდოდან გამხდარიყავი სპაიდერმენი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ილია ვასაძე. ყველაზე ჭკვიანია აკო ხალილი. ყველაზე მშვიდია ემილი ბერიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია თომა კახიძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნაირა ჭკვასელი. რადგან რომ შემოდის გვიღიმის და არასდროს არ გვეჩხუბება. ახლა მინდა ვიყო 2 წლის, რადგან ვიყავი საყვარელი და ყველა მეფერებოდა. ახლაც საყვარელი ვარ, მაგრამ გავიზარდე. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი ძმა. კიდე მინდა ვყავდეს 3 ძმა. ჩემი ძმა არის 18 წლის და ქვია დათუნა. ეს არის ჭკვიანი, კეთილი და მხიარული. ხანდახან მიშლის ნერვებს, მაგრამ მაინც კარგი ბიჭია. მამიკო არის ჭკვიანი, მხიარული, კეთილი, შრომის მოყვარი და სიმპათიური. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ გონია, რომ სულ ზრუნავს მასზე. დედიკო არის მზრუნველი, თბილი, ლამაზი და პრანჭია. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ესე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. კარგ ნიზლავზე შემილა ჭამო 17 ცალი ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდია 14. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია კაქტუსი აფრიკაში. ასევე მიყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია ბეტმენი. ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი ბეტმენი. ბეტმენობა გადავიფიქრე, როდესაც მესამეჯერ გადმოვარდი კიბიდან. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიქნებოდი ალეხანდრო გარნაჩოს ძმა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა გინდა რომ ჰქონდეს. მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი 23 საუკუნის იტალიაში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ძაღლი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, სიკეთის გაკეთება და მეგობრებთან ერთად თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.